არაფორმალური დიალოგის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით რუსულმა მხარემ სომხური რკინიგზა მიითვისა და დღეს უკვე აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე დაიწყო საუბარი. სააკაშვილი სომხურ მხარეს აფხაზეთის რკინიგზის გახსნის სანაცვლოდ ტვირთების გადატანას ანაკლიის პორტიდან სთავაზობს, რომლის შენებლობაც ამ ეტაპზე შეჩერებულია. არაოკუპირებულ ნაწილში ცდილობის ამ ხალხის თავისუფლად გადაატანა. დღეს საუბარი არის იმაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზა, აფხაზეთისგან მიმდინარე რკინიგზა გახსნის საკითხი დაიწყო ესე დღის წესრიგში. მე არ მინდა რომ მეგობარ სომხეთს რაიმე პრობლემები შეექმნას მომავალ ტვირთებთან დაკავშირებით. მე უბრალოდ მათ მინდა იცოდეთ რა არის ჩემი პოზიცია ამ რკინიგზასთან დაკავშირებით. პირველ რიგში თქვენი ვიცით რომ რუსეთი ფლობს სომხეთის რკინიგზას RŽD რუსეთის ჟელეზნე დოროგი და როდესაც მათ იყიდეს სომხეთის რკინიგზა მიითვისეს უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა მაშინ უკვე გამიჩნდა კითხვა ჩვენ ამ ეტაპზე არ ვლაპარაკობდით ამ რკინიგზის გახსნას რა გეგმა ქონდა ასეთი რუსეთს რატო რა შეჭირდებოდა სომხეთის რკინიგზა თუ მას არ ქონდა საქართველოს რკინიგზა გახსნა დღეს საუბარია იმაზე რომ ახლა ეს რკინიგზა უნდა გაიხსნას და ამავე დროს გაკეთა განცხადება რომელიც პრობლემას უქმნის ყარსი ახალქალაქის სტრატეგიულ პროექტზე ჩვენი შეთავაზება იყო სხვა ჩვენ მიგვაჩნდა რომ სამეგრელოში საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში ოკუპირებულ ზოლთან ახლოს უნდა აშენებულიყო ახალი დიდი პორტი ლაზიკა და ეს პორტი ასევე გამოდგებოდა სომხური ტვირთების გადაზიდვისთვის ყურებისმიერი მმართველობით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სომხურმა ტვირთებმა იმოძრავა.